უკრაინელი ბავშვები ანაკლიაში მომავლის ბანაკს ესტუმრებიან. აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული 110 მოზარდი საქართველოში ხვალ ჩამოვა და 30 სექტემბრამდე სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს ჩაერთვებიან. სოციალური საკითხების სამინისტროსთან ერთად უკრაინის ჩვენმა საელჩომ შეარჩია სწორედ იმ რეგიონებიდან 130-მდე ბავშვი, რომელიც ნამდვილად ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო გასული თვეების განმავლობაში და ამიტომ მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება ასეთი ორკვირიანი სტუმრობა სხვა ქვეყანაში. ორი კვირის განმავლობაში ჩვენი უმასპინძლებთ 14-18 წლის ასაკის ბავშვებს, რომლებიც ჩამობრძანდებიან უკრაინიდან მომავლის ბანაკში, სადაც მათ შემეცნებითი გასართობი პროგრამა დახვდება ჩვენს მიერ მომზადებული, რომელსაც ახორციელებს ჩვენი სიპი ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი. ამ ჰუმანური აქტით ქართული მხარე აჩვენებს, რომ მას აქ ძალიან ხანძლივი გრძელი პოლიტიკური მეხსიერება, რადგან ჩვენ გვახსოვს საქართველოს შეჭიროების ჟამს უკრაინის ძმური გამოსული ხელი. მე უშუალოდ ვიფრინავ კიევში საკუთარი ინიციატივით, რომ ბავშვები მივიღო, ჩამოვიყვანო კოპინარის აეროპორტში.